მოგესალმებით, ჩვენ ვართ ექსკურსი და დღეს ვიყოფებით ზუგდიდში, უკვე მეორე დღეა რაც ზუგდიდში ვართ. გუშინ მქონდა ჩაწერა სტუდენტებთან საუბრობდით სხვადასხვა თემებზე. დღეს კი ვართ აქტიურ ადამიანებთან, რომლებიც უკვე 150 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ რუსულ მმართველობას და რუსულ რეჟიმს და ძალიან მნიშვნელოვანია მათი პროტესტი მთლიანად ქვეყანაში მიმდინარე პროცესისთვის, ვინაიდან მხოლოდ თბილისი არ არის საპროტესტო კერა და არა თბილისის გარეთ სხვა ქალაქებში მოქალაქეები, აქტიური ადამიანები, აქტივისტები დგანენ და უწყვეტად აპროტესტებენ. ბევრი განსხვავება არსებობს, რა თქმა უნდა, თბილისსა და რეგიონებს შორის და ჩვენ რატომაც უფრო მეტად კონცენტრირებული თბილისზე ვარ და თბილისის პროტესტზე, მაგრამ არა ბევრად შეიძლება უფრო მნიშვნელოვანიც იყოს რეგიონში მიმდინარე პროცესები და არის მის რეგიონის სხვა ძირითადად რაღაც თბილისით ხელმძღვანელობთ ხოლმე და ეს არ არის ჩემი აზრით სწორი, ამიტომ ჩვენი მთავარი მიზანი რა არის ამ შემთხვევაში არის ის ჩვენ ახლა ყველა რეგიონებიდან ვართ, მაგრამ ეს ბოლო წლებია თბილისში დედაქალაქში ვართ გადასულები და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ საზოგადოება უფრო მეტი გაიგოს რეგიონების შესახებ, აქაური პრობლემების შესახებ, გამოწვევების შესახებ, ელემენტარული თბილისში დედაქალაქში შეიძლება უფრო ინტიმურად იყო, ანუ იმას გულისხმობ, რომ შეიძლება რომ შენთვის ჩაიკეტო და რავი, გარეთ საერთოდ არ გამოხვიდე და არავინ არ გიცნობს, მაგრამ თუნდაც ხა ზუგდიდში მეზობელი ყავს, რავი, რაც შემოვა სახში, აი ისეთი გარემოა, სადაც რაღაც კომუნიკაცია გიწევს მაინც ასე თუ ისე რავი ხოცთანაც და ხო, შეიძლება გვერდით ჩაგიაროს ვიღაცამ, ხო, აი და უფრო მეტად განსხვავებული არის რა, განსხვავებული მიდგომები ალბათ საჭირო და ასე შემდეგ და პირველ რიგში მაინტერესებს თვითონ აი რა პრობლემების წინაშე გახართ ამ შემთხვევაში, იგივე პროპაგანდა მუშაობს თუ არა, რაც დედაქალაქში არის და რამე თავისებურებები თუ აქვს, ასევე დეზინფორმაციასთანაც მაინტერესებს, ან როგორ ებრძვით დეზინფორმაციას, რომელშიც ძალიან ბევრს ფულს დებს ხელისუფლება, ნუ ჩვენ ფულს დებს, რა თქმა უნდა. ხო, ლაშა სწორად აღნიშნე ის, რომ რეგიონში მეტად უფრო მჭიდრო კავშირებია, ვიწრო სოციუმი რადგან არის და აქ ვართ ის ადამიანები, ვინც დაბადებიდან ამ სოციუმში ვიზრდებით და საახლობლო წრე უფრო ვიწროა ვიდრე ვთქვათ დედაქალაქში. ეგ არის ალბათ ჩვენი ძლიერი მხარეც და გამოწვევაც ერთდროულად. იმიტომ რომ აი როდესაც ქოცების ლანძღვას იწყებ, ეს ქოცი შეიძლება იყოს შენი ბავშვობის მეგობარი, ან შეიძლება იყოს შენი ოჯახის წევრიც კი ხშირ შემთხვევაში. მაგალითად, როცა აქციაზე ვდგავართ უკვე 150 დღეა, წინ შეიძლება გვედგეს პოლიციელი, რომელიც ასევე ჩვენი ნათესავია, ახლოველია, სტუდენტი ჩვენი ან ბიძაშვილი, მამიდაშვილი მოგეთ. მაგრამ მეორეს მხრივ ვცდილობთ, რომ ეს წითელი ხაზები არ გადაიკვეთოს, იმიტომ რომ მგონია, რომ ადამიანებმა ერთმანეთი არ უნდა დავკარგოთ, იმიტომ რომ ხვალ როცა ქოცები აღარ იქნებიან ამ ქვეყანაში, მაინც ყველას ერთად მოგვიწევს ამ სოციუმში ცხოვრება და ერთად რაღაცების შენება. მაგრამ რა თქმა უნდა, ღირებულებები ჩვენთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია უბრალოდ სისხლით ნათესაობა ან რამდენი მარილი გვაქვს ნაჭამი მაგალითად ჩვენს ნაცნობთან ერთად. ამიტომ ესე ვცდილობთ, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ იმისთვის, რისთვისაც ვიბრძვით და ხო, ზუგდიდი ხშირად გამხდარა სხვა ქალაქებისთვის ინსპირაცია, ხო, ალბათ ნახავდით, რომ ეს რაღაც ვცდილობთ, რომ მეტად კრეატიულები ვიყოთ ამ პროტესტშიც. რაც განაპირობა ზუსტად იმან, რომ ჩვენი ხმა, ანუ რეგიონის ხმა ამ წუთას არ ვსაუბრობ მხოლოდ ზუგდიდის სახელით, ვსაუბრობ ზოგადად ყველა რეგიონის ან ცენტრისგან დაშორებული ყველა პროტესტის სახელით. ბევრად უფრო კრეატიულები ვართ, იმიტომ რომ ბევრად უფრო რთულია ყურადღება მივიქციოთ. თუნდაც ცენტრალური მედიისგან, თუნდაც აქტივისტებისგან, რომლებიც ცენტრში არიან. მედიების დიდი ნაწილიც გაჯერებულია რაღაც ისეთი ინფორმაციით, რაც ნაკლებად მოიცავს რეგიონს და რეგიონის საჭიროებებს. რაღაც ძალიან რადიკალური თუ არ ხდება, მაგალითად თუ არ გვცემეს, არ დაგვიჭირეს, არ დაგვარბიეს, ამ შემთხვევაში ნაკლებად ვშუქდებით ხოლმე და ეგეც არის გამოწვევა. რაც შეეხება დეზინფორმაციას, რა თქმა უნდა, ის ზოგადი კამპანია და სიძულვილის ენა, რაც ვრცელდება მთელ საქართველოში, ჩვენ სოციუმშიც არის და ვებრძვით ყველაზე ეფექტური საშუალება ჩემი აზრით
მოგესალმებით. მე პირადად ჩემი გამოცდილება შემიძლია გაგზავნოთ, არის პირადი კომუნიკაცია ადამიანებთან ინდივიდუალურად. არა მხოლოდ რაღაც სადღეგრძელოებით საუბარი ან რაღაც მაღალ მატერიებზე და რაღაც ჰიპოთეტურ რაღაც სიტუაციებზე, არამედ კონკრეტულ ადამიანთან ესე დაჯდომა და მასთან კონკრეტულად საუბარი. გააჩნიეს არგუმენტი, კონტრარგუმენტი ძალიან ბევრია. მე შეგვიძლია განვავრცოთ უფრო საუბარში. გავიხსენოთ ეს ყველაფერი, როგორ შეიძლება ვებრძოლოთ ზოგადად დეзინფორმაციას, მაგრამ ეს ზოგადად მოკლედ ეგ არის, რომ რაც მთელ ქვეყანაში არის გავრცელებული, თითქმის იგივეა. უბრალოდ ჩვენთან მაგალითად ომის შიში ბევრად უფრო მძიმე არის, მოგეხსენებათ ოკუპირებულ ტერიტორიასთან ძალიან ახლოს ვართ. ჩვენთან სამეგრელოში არის ყველაზე მეტი დევნილი და შესაბამისად ეს ომთან დაკავშირებული დეзინფორმაცია ყველაზე ეფექტურად მუშაობს. ერთი განსხვავება შეიძლება ეგ იყოს. ჩემს მეგობრებს შეიძლება გაახსენათ სხვა დეзინფორმაციებიც, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენება, არ ვიცი. ეს პროპაგანდისტული ის არის პოლიციელი გმირია, ესე რომ გაზდევს ხო პოლიციელი გმირია. მოდი გმირს საერთოდ არ შევეხო და ვისაუბროთ პოლიციელზე რა. ანუ პოლიციელი ამ შემთხვევაში, ანუ მანეკენს რო ჩავაცვათ ელემენტარული პოლიციის ფორმა, ეხო პოლიციელი არ იქნება რა. ხო ფორმა ხო არ განსაზღვროს პოლიციელი ხარ, ანუ პოლიციელს რა ვიცი თავისი ღირსება ის რაც დაფიცებული აქვს მისი შესრულება სამშობლო სამსახური ევალება ხო და დღეს ჩვენ არ ვხედავთ რეალურად რომ ეს დავაი დორაი ეგეთი ტიპები მოდიან და რა ვიცი ქცემენ კორუფციულ გარიგებებში არიან და რა ყველაფერში მონაწილეობენ რის წინააღმდეგაც უნდა იბრძოდეს პოლიცია ხო და აი ამ შემთხვევაში პროპაგანდა გონორ პოლიციელი გმირია ხო მაგრამ უნდა აუხსნათ ამ ადამიანებს რომ ამათ პოლიციელობის არაფერი არ სცხია და ესე ნამდვილად არ არიან პოლიციელები ხო აი ამ ფრონტზე სხვადასხვა პროპაგანდისტული სინი შემოდის რა ხო და აი დამოკიდებულებებით საინტერესოა თვითონ აქ თბილისში არიან ხო ძალიან აგრესიულები რა თქმა უნდა ქუთაისში არ არიან სხვათა შორის მე როგორც დავინახე ქუთაისში ნუ ასეთი ფორმით არ არიან როგორც თუნდაც ზუგდიდში მაინტერესებს აი ბოლო პერიოდში დაიწყეს ეს რაღაც აქტივისტების მიმართ ეს ძალის გამოყენება თუ ადრეც იყო ხო, მოკლედ ეს ქარდები რომ გამოშა ამან მომცა ინსპირაცია რომ მესაუბრა ამაზე პოლიციელი გმირია გახსოვთ ეს ძალიან დიდი პოსტი იყო ყველა პოლიციელს ედო თბილისში ბანერიც გადმოვკიდეს და კიდევ ვითომ აქტივისტებმა აქვს პოლიციელი გმირია ხო, მაგრამ ნახეთ პოლიციელი გმირი კი დააწერეს თავში, მაგრამ ძალიან ჩაშალეს და ისე საზოგადოება და გადანაშაულის იმაში, რომ პოლიცielis მიმართ არ არის ნდობა და დედები თურმე ვზრდით შვილებს იმისთვის ისე რომ პოლიცielis თვითონ ინსტიტუციას ვაკნინებთ. სინამდვილეში აი ზუსტად მაშინ მახსოვს ჩემი მიმართვა იყო პოლიციელებისადმი, რომ სინამდვილეში გმირი ნამდვილად არ იქნება პოლიციელი თუ ახლა ამ სიტუაციაში მოიქცევა ისე როგორც იქცევა. არც ერთი დედა მათ შორის მე, რომელსაც სამი შვილი მყავს, არც ერთხელ არ გამიზრდია ჩემი შვილები ისე რომ მეთქვა რომ აი პოლიციელი არის ხა ბუა დაგიჭერს მოვა პატრული რაღაცას გიზამს. ყოველთვის მისწავლებია ჩემი შვილებისთვის რომ პოლიციელი არის ის ადამიანი, ვისაც ყველაზე მეტად ევალება უსაფრთხოების დაცვა და შესაბამისად შენ ხარ ადამიანი, რომელიც უნდა მიენდო მას. ოღონდ ეს იყო წლების წინ. ჩემი შვილები გვიდიდები არიან, ისინი ძალიან კარგად ხედავენ, რას აკეთებს პოლიცია, იმიტომ რომ ცალკე სხვადასხვა ქალაქებში ცხოვრობენ და იქ დგანან აქციებზე. ხო, დღევანდელი პოლიციელი სამწუხაროდ არ არის გმირი და ძალიან ბევრჯერ მithქვამს მათთვის, რომ მუნდირი რაც აცვიათ, მართლა თავის თავში გულისხმობს ბევრ სხვა ღირსებას, რასაც უნდა ატარებდეს პოლიციელი თავის არსში. კანონდამრღვევი პოლიციელი ვერ იქნება, ხო? რეალურად ხედავთ ადამიანებს, რომლებიც არ ღვევენ კანონს. ის რაც 9 აპრილს მოხდა ზუგდიდში, იყო ყველაზე კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ იქცევა პოლიცია მშვიდობიან პროტესტანტ ადამიანებს. და იქაც ჩანს, თუ რამდენად გმირია პოლიციელი, როცა მიგვერეკება, ასე ვთქვა, და ზუსტად ის მეგრული სიტყვები დავაი დორაი ნიშნავს იმას, რომ გარეკეთ ესენი და მე მახსოვს ჩემი და არჩილის ესეთი მძაფრი რეაქცია, როცა ერთმა ასაკოვანმა პოლიციელმა ახალგაზრდა ბიჭს უთხრა, რას გახარშულო, განზე იყო ეს ბიჭი, არ უნდა ამ მარაქაში ყოფილიყო და ესე წამოსწეს განზე იდგა და წამოუშვილო რას უცდიო მომაშორე ეს ადამიანები აქიდანო და კეთროვანი ვარო არჩილი იძახის და მე კიდევ იძახი რომ უწუ
კი ვარ უნდა მოგაშო, როგორ უნდა მოგვაშო, რა ადამიანები არ ვართ, რას ვაშავებთ. ხო, აი ძალიან ცუდი დამოკიდებულება. მე ახლა ამ პერიოდამდე არ გქონია ჩვენ პოლიციასთან მე კონკრეტულად, მაგრამ ცაბუნიას, მარიამს გქონიათ გამოცდილება, სულ ყოველ ჯერზე როცა სხვა რაღაცებს აპროტესტებდნენ, უფრო მძაფრი ურთიერთობა პოლიციასთან და ალბათ დაამატებს ცაბუნიას თავის დამოკიდებულებას. 9-მდე აი უკვე 5 თვე არის დაახლოებით, ხო? ეგ გავართ და ჩემი დაკვირვებით, რასაც ვამჩნევ, არის ის, რომ ბრძანების მიხედვით მოქმედებენ. ანუ ერთის მხრივ შეიძლება ძალიან მშვიდად იყვნენ და სტუმრები როცა ჩამოდიან და მაგალითად რომელიმე პოლიციას ლაზერს ვანათებთ ხოლმე თვალში სიტყვაზე, ჩვენ სტუმრებს უკვირთ, რომ თბილისში რო გვექნა ეხა ეს უკვე ნაცემები ვიქნებოდით. და ამიტომ რაღაც შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს ზუგდიდის პოლიცია შედარებით ლმობიერია, მაგრამ როცა საქმეზე მიდგება, ანუ ამ შემთხვევაში ბრძანება არა აქვს უბრალოდ რომ ამ ლაზერის დროს გვცემონ. ანუ ეგ არის ერთადერთი განსხვავება, იმიტომ რომ ფინანსური სანქციები რაც არის მრავალ ათასიანი, ამით ჯარიმდებით ხოლმე, მათ შორის ზუგდიდის პოლიციამ გამოიჩინა თავი პირველად პირბადის ტარებისთვის რომ დავჯარიმდით აქციის მონაწილეები, ხედავთ რომ თბილისში ხა ამის გამო არავინ არ ჯარიმდება და არავინ ყურადღებას არ აქცევს. აქ ამის გამო გადაკიდებული ყავდნენ კაიხანი. ძალიან მშვენივრად გამოიყენეს, როცა დასჭირდათ ჩვენი მეგობრების დასაკავებლად, მათ შორის რამდენიმე შეუთითქნეს კიდეც წინააღმდეგობის გაწევა, მაგალითად რაღაც ოქმის ჩასაბარებლად პოლიციაში მისული ადამიანი წინააღმდეგობის გაწევისთვის 48 საათი მერე აღურყდეს წინასწარი დაკავების იზოლატორში. და ეს 9 აპრილი ყველაზე ესეთი იყო, სადაც ყველაზე მეტად გამოჩნდა მათი ძალა, თუმცა სხვა დროს ეს ინდივიდუალური შემთხვევები ყოფილა, მაგალითად, როცა რომელიმე ჩვენგანს მარტო დაიმარტო ხელებდნენ ხოლმე სხვებისგან გამოცალკებულად, შეიძლება შეეგინებინათ მისთვის ისე, რომ აი თან ვითომ არ გაგინებს, მაგრამ თან რო გაგინებს, რომ მიხვდები რომ გაგინებს. მოკლედ, ეგეთი შემთხვევები ძალიან ბევრი იყო, რომ აი გიწევდნენ, რომ შენ რაღაცა გეპასუხა, მე რომ ცდილობდეთ, რომ ეს ადამიანი რაღაცა დაგვემშვიდებინა, აქ პროვოკაციას არ წამოვგებოდით და მსგავსი რაღაცები ყოველთვის იყო. განსაკუთრებით აგრესიულები ხდებოდნენ მაშინ, მაგალითად, როცა ნეტგაზეთს თუ არ მახსოვს ქონდა სტატია რაღაც შესყიდვებთან დაკავშირებით, როცა რაღაცა 50 პოლიციელი რო იდგა ჩვენთან და 150-ზე რო იყო კვება გაფორმებული მაგალითად და რაღაც რამდენი რაღაცა 1000 იხარჯებოდა დღეში კონკრეტულად ისინი არ მახსოვს. აი ამაზე რო პოსტს დავწერდით, მეორე დღეს აგრესიულები იყვნენ ხოლმე შედარებით გაბრაზებულები და მსგავსი და ეს 9-ში საერთოდ დაგვირგვინება იყო, როდესაც არავით, ანუ 500 პოლიციელი ყავდათ გამოყვანილი, აქტივისტები ვიყავით ალბათ 20, ღამენათევი იყო უმეტესობა, ძალა გამოცლილი, უენერგიო, არ სჭირდებოდა ამ ყველაფერს. 500 პოლიციელი და მით უმეტეს მუშტების რტყმა და მით უმეტეს მაღალჩინოსნები მოვიდნენ პირველები, ვინც ფიზიკურად ძალადობაზე გადმოვიდნენ, ეგრე რაღაც მუშტები ურტყეს 18 წლის გოგონას მაგალითად და ისე გაათრიეს და ჩემი ორსული მეგობარიც მათ შორის, რავი 5 პოლიციელმა აჯანჯღარა იქ. ეს რაღაც მოკლედ ესეთი რაღაცებიც გვაქვს. ამიტომ ერთის მხრივ შეიძლება ვიღაცას მოეჩვენოს, რომ ლმობიერები არიან, რადგან ლაზერის მინათებაზე ეგრევე არ გვიჭერენ და არ გვცემენ, მაგრამ მეორეს მხრივ მე კომპენსირება ხდება ხოლმე სხვა დროს დაგროვილი ბრაზის ერთად ამონთხევა. აი 9 აპრილზე მაგალითად ახლა 9 აპრილს ჩვენ თბილისში რო ვიყავით, იქ პირიქით იყვნენ, ანუ იქ ძალიან თითქოს მართლა ისე იყვნენ, რომ რაღაც მობიერად და ცდილობდნენ, რომ რაღაცა პროვოკატორები რო იყვნენ, იმათთან რაღაც დაპირისპირება იქ აქციის მონაწილეებს ნაკლებად ქონდათ ყოველ შემთხვევაში. ანუ აი ის არ იყო, ხო, აი ეგ საკითხი მაინტერესებს ახლა, ანუ რატომ იყო ის რაღაც ზუგდიდი გამონაკლისი, როცა სხვა ქალაქებშიც ანალოგიურად ხდებოდა, თუნდაც ქუთაისში და სხვა ქალაქებში, ბათუმში თუნდაც და თბილისში ყველაზე უფრო მეტად. მე მაგალითად ძალიან გამიკვირდა, ძალიან მეუცნაურა იქ ყველაფერი, ანუ როგორ რა განცდა გქონდათ მაშინ, რომ ეს რაღაცა თვითნებური გადაწყვეტილება იყო პოლიციელების, ან თუნდაც მაღალჩინოსნების, რომელსაც უბრალოდ ნოდათ ამ ძალის დემონსტრირება და აი აქ ჩვენ ვართ მთავარი 500 კაცი და თქვენ არავინ, თუ ეს რაღაც უბრალოდ ეგრე დაემთხვა ყველაფერს და უბრალოდ ზუგდიდი იყო რაღაცა რიგითი ქალაქი, რომელსაც ეგ მოუწია ეს თუ შეიძლება რომ ჩავშალოთ. ჩემი აზრით იყო ესეთი ცდილობა სავარაუდოდ ეგრეთ წოდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, რომ მას მერე რაც თბილისში გამოირიცხა არალეგიტიმური რეჟიმის მიერ პატივის მიღება ბრჭყალებში 9 აპრილის მემორიალისათვის, მათ სურდათ რაღაცა პატარა გამარჯვების შექმნა, სადღაც მათ ეს აღიქვეს როგორც მარცხი. ზუგდიდი იყო ერთადერთი ქალაქი, სადაც სოლიდარობის ნიშნად ასევე ღამე გაათიეს აქტივისტებმა. არანაირი იქ რაღაცა
თქვა ვინმე თუ მოვიდო და მაღალჩინოსანი ადგილობრივი მათთვის არჩევრაცხობის მიყენება, არაფერი აბსოლუტურად არაფერი არ იყო დაგეგმილი, იდგებოდნენ ვიდგებოდით ეს ადამიანები რაღაცა ჩუმად ბანერით ხელში თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, ეს იყო განზრახული და მათ ამით შექმნეს ერთგვარი ცდილობა იმისა, რომ ეს თბილისში თუ ვერ აგერ, ზუგდიდში ხო ვაჯობეთ დემონსტრანტებს. მე რამდენადაც ვიცი, ზუგდიდის პოლიცია არის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველი, ვინც დამოუკიდებელ საქართველოში 9 აპრილს მშვიდობიანი მოქალაქეები დაარბია. ამით შევიდნენ სამწუხაროდ ისინი ისტორიაში. ეს იყო მათი ძირითადი მიზანი სავარაუდოდ. ამას ადასტურებს ისიც, რომ ჩვენ თუ გადავხედავთ წინა პერიოდების გამოცდილებას, არასდროს 9 აპრილის მემორიალთან ზუგდიდში ადგილობრივი თანამდებობის პირების რაოდენობა არ ყოფილა 20-25-ზე მეტი. ან დაახლოებით ეს რაოდენობა მიდიოდა, სულ ჩვენ ნახეთ მერე წინა წლების Facebook პოსტები დავუშვათ 20-25 მაქსიმუმ 30 ადამიანი და სპეციალურად იმისთვის, რომ რაღაცა ეს სიმრავლე ეჩვენებინათ, რომ ჩვენ თქვენზე მეტნი ვართ და თქვენზე მაგრები ვართ, მოაბილიზეს აიპების თანამშრომლები, მერიის საჯარო მოხელეები. ოღონდ ჯერ ჩვენ დაგვარბიეს, მერე მიაგეს რაღაცა ტიტები მიიტანეს 9 აპრილის მემორიალთან. სამწუხაროდ ზუსტად ეგ იყო, რომ რიგით პოლიციელებს, რომელთა ძალიან ბევრს მათგანს ჩვენ ვიცნობთ, რამდენიმე მათგანი ჩემი სტუდენტიც ყოფილა, რა ვიცი, ჩემი მეზობლები არიან, უბნელები არიან. შეიძლება მათი სურვილის საწინააღმდეგოდაც აიძულეს, რომ ეს ნაბიჯი გადაეტკათ. ეს არის მათი არჩევანი, ხო, როდესაც შენ მუშაობ ისეთ სამსახურში, სადაც შენი სურვილის და რაღაცა სინდისის საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამ და მე ესე ვუყურებ ამ ჩვენს პროცესს, ამას 50 დღიან ბრძოლას და დღეს 151 დღეა და ხშირად ვამბობ ხოლმე სიტყვით გამოვდივარ, რომ ჩვენ არა მარტო იმისთვის ვიბრძვით, რომ ეს ქვეყანა გათავისუფლდეს ოლიგარქიული მმართველობისგან, დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს და ევროპისკენ მიმავალ გზას, პირველ რიგში ვიბრძვით იმისთვისაც, რომ ეს საჯარო მოხელეები, პოლიციელები, რა ვიცი, ყველა ეს ადამიანი, ვინც საბიუჯეტო სექტორში მუშაობს, არ იყოს ისეთ სისტემაში, სადაც მათ აიძულებენ გააკეთონ ის, რაც მათ არ მოსწონთ. ჩვენ დასავლური და ევროპული მმართველობა გვინდა, იმიტომ რომ პოლიციელობა არ ასოცირდებოდეს კონკრეტული პარტიის მსახურებასთან, საჯარო მოხელეობა არ ასოცირდებოდეს კონკრეტული პარტიის მსახურებასთან, ეს მანკიერი პრაქტიკა ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. ის რაც ჩვენს ხარაპილს ვიხილეთ, ეგ იყო სრულიად სამარცხვინო ამბავი. მათ კი არ გაიმარჯვეს წააგეს რეალურად ეს და ეთყობოდათ მეორე, მესამე დღეს ვიღაცებთან პირად საუბარშიც, სახეებზეც, რომ რეალურად არ გამოვიდათ ის, რაც განზრახული ჰქონდათ, იმიტომ რომ მე რამდენადაც ვიცი და მე მგონი არ ვცდები ამაში, რომ ისინი არიან პირველები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ვინც ძალისმიერი მეთოდებით დაშალა მშვიდობიანი დემონსტრანტები. ანუ ხშირად საუბრობთ ამაზე, რომ მართლა თქვენ და ის ადამიანები, ვინც სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე ზრუნავდით, ცნობიერების ამაღლებაზე, პირველ რიგში, რა ვიცი, ჩვენ ვიყავით ის ადამიანები, ვინც პოლიციელების სახელის წამოწევაზე ზრუნავდით, ხო, ასე ვთქვათ, რომ პოლიციელი მართლაც დასაფასებელია, პატივი უნდა ვცეთ, ასე შემდეგ და ეხლა დღეს რას ვხედავთ, პოლიციელი კრიმინალთან ერთად რაღაცა კოაპიტაციაში არის და გვებრძვიან ჩვენ იმ ადამიანებს, რა ვიცი, ვინც წლებით ვცდილობდით ამ ინსტიტუციის, პოლიციის ინსტიტუციის სამართალდამცველების იმ რაღაც კლიშეების და იმის მოხსნას, რაც საბჭოთა პერიოდიდან ამას აწევდა ეს რა ვიცი, რუსული მოდელი არის, ხო, ერთგვარი, რომ პოლიციელი უნდა გავდეს რაღაც ერთგვარი გაიშნიქს, რომელსაც რაღაც დავალე, მოდი ეს გააკეთე და ისიც ყველაფერს აკეთებს, ხო, აი საშინელი მდგომარეობა დღეს რასაც ვხედავთ, მიღავს ამოფარებული სამართალ ჭყალებში დამცველი, მოდის და რაღაც მოგზდევს, გირტყავს, გიჭერს და როგორ მართლაც აი საშინელი რეალობაა რა. და თან ვერაფერს აკეთებ, არც ესმით შენი რომ ელაპარაკები, ხედავ აი ვიღაც თვალ ელაპარაკები ადამიანს უხსნი, რომ აი ასე რატო იქცევით და შეიძლება ჩაღიმებული გიყურებდეს და რაღაცა ფეხებზე ეკიდოს რას ელაპარაკები. ის ალგე მეორე კატასტროფაა 18 ეს რაღაცა აი რა ვიცი, ქვირ მოუხოცავი ბიჭები, რაღაცა ფორმა ჩაცმულები უკვე გარყვნილები რა სისტემის მხრიდან წარმოიდგინე აი იარაღს რომ ისე უნივერსიტეტი დაამთავრა ჩაბარებულიც კი არ აქვს უნივერსიტეტში იარაღი აქვს მანქანას მისცემ რაღაც სირენები ესე თავი გონია რაღაცა ღმერთი გონია თავი და გონია რომ ყველაფრის უფლება აქვს ნუ ჩვენმა სახელმწიფომ ეს გააკეთა რეალურად რომ ამ ადამიანებს რავი იმენად გამოურეცხა ტვინი რომ ეს მათი რეალური მოვალეობა დააკარგვინა რა არის ის რას ემსახურება რეალურად ეგ
არ ვიცი ამას რა ეშველება. საუბრობდით პასუხისმგებლობაზე რა და ჰანა არენდი რო საუბრობს აიხმანის პროცესს, ზუსტად ეგ არის, რომ აიხმანს ამდენი ადამიანის სიკვდილზე ქონდა ხელი მოწერილი და აი ამ პასუხისმგებლობას თვითონ ვერ გრძნობდა, აი მავალებდნენ თქვა და კი ბატონო გავალებდნენ, მაგრამ ეს იმას ახლა ანიშნავს რომ შენ ყველაფერი შეასრულო, ანუ შენ ხარ პასუხისმგებელი იმაზე, რასაც აკეთებ, ხო? ეგ არის. მე მგონი სწორედ ეგ არის ლაშაზეც შესაუბრობ ამ დიქტატურის და რეჟიმის პროპაგანდის ერთ-ერთი შემადგენელი, ხო? იმიტომ რომ თუ ადამიანს არ დაუნგრევ თვითმყოფადობას, თუ არ დაუნგრევ თვითშეფასებას, თუ არ დაუნგრევ მის მეს, თუ ვინ ვარ მე, მას ვერ დაიმორჩილებ. ჩვენი სახელმწიფო გადმოვიდა ეხა ამ ფაზაზე და ცდილობს რომ აი სამოქალაქო საზოგადოება ზოგადად ხალხს გაგვიკეთოს იგივე რაც მან გაუკეთა იგივე სამართალდამცავებს, ხო? იმიტომ რომ პირველი რაც მან გააკეთა სრულიად მოშალა და დაანგრია ის ინსტიტუცია, როდესაც თვითონ პოლიციელი თავის თავს პატივსცემდა, თავის მუნდირს პატივსცემდა და მისთვის არსებობდა რაღაცა წითელი ხაზები, რომლებზეც არ უნდა გადასულიყო, ხო? ანუ როგორც კი მას უთხრეს რომ შენ აი არავინ არაფერი არ ხარ რა, აი ხარ მარტო ბრძანება. იმიტომ რომ მე გულწრფელად მქონდა ეს გამოცდილება, როცა მართლა მამის ტოლ ადამიანს, აი რომელიც ძალიან აგრესიული იყო და რაღაცა ისეთ შეტევაზე იყო გადმოსული, რომ ვეუბნებოდი, რომ წამით დაფიქრდი მეთქი, დასვი შეკითხვა, რატო აკეთებ ამას მეთქი და მე რასაც მიბრძანებენ ის უნდა გავაკეთო. ანუ ეს იყო ჩემთვის როგორი ილუსტრაცია, იცით, აი ყველაფერი ჩამოინგრა თუ რაიმეს მჯეროდა ან წამდა ადამიანის თავისუფალი ნების შესახებ რა, იმიტომ რომ მე გულწრფელად რაღაცა ბოლომდე საბუნია კი დამცინის ხოლმე გამოსწორებელი ოპტიმისტი ხარ, მაგრამ რაღაცა ბოლომდე მაინც მჯეროდა, რომ ამ ადამიანებში სადღაც შიგნით ნაპერწკალი იმისა, რომ ჩვენი ბრძოლა არ არის მარტო ჩვენი ბრძოლა, არამედ მისი მომავლის, მისი შვილის ნათელი მომავლისთვის ბრძოლა არის. რაღაცა მართლა მეკუნა რომ ქულის სიღრმეში ეს ამ ადამიანებს აქვთ რა და სადღაც მაინც გულშემატკივრობენ და აი მიდით და რაღაცა გარღვევა გააკეთეთ, რაღაცა მქონდა ეს და ამ კაცის პასუხის მერე მივხვდი რომ აი არაფერი არ არის, სრული სიცარიელია რა და ადამიანი დატოვეს მარტო ბრძანებად. რასაც გიბრძანებ ის გაკეთე, ანუ შენით ვერ ფიქრობ, შენით ვერ აანალიზებ. ხა კრიტიკულ აზროვნებაზე ეგეთ რაღაცებზე აღარ ვიტყვი, იმიტომ რომ ცოტა მებევრება, მაგრამ მაინც ეგ არის რა, ძალიან მნიშვნელოვანი არის რა და იმიტომ რომ ხა მე და ანა ერთ იმაში ვმუშაობთ ფაქტიურად და ვუხსნი ხოლმე ქალებს, რომ პირველი რასაც მოძალადე გააკეთებს, რომ დაგიმორჩილოს, ეს არის შენი თვითშეფასების დანგრევა და ეგ არ დაანგრევინო, ის სულ აი ამაზე უნდა ვიყოთ ზუსტად ამას ცდილობენ დაუნგრიეს ადამიანს, რომ არაფერი არ ახარი, უდიპლომო, აი უმაღლესი განათლება დიპლომი არ არის საჭირო, რომ დღეს გახდე სამართალდამცველი. ანუ პრეზიდენტი. ნუ ხა პრეზიდენტის ინსტიტუცია დიდი ხანია გადავდე. დიდი ხანია გადავდე. ნუ აი რა გინდა რომ უთხრა და შემართლა სწორად აღნიშნე წლები ვიმუშავეთ სამოქალაქო საზოგადოებამ იმ ცნობიერებების და ღირებულებების დასაცავად, რომ აი კანონი იმისთვის არსებობს, რომ უნდა დაიცვა და მთელი ეს ძალისხმევა, შრომა, ენერგია მიდიოდა ჩვენი ამისთვის, რომ ეს რატო არის სწორი და თუ ესე წერია, ესე უნდა მოიქცე და რაღაცა და ეხა მთელი ძალისხმევა ხო მიდის იმაზე, აჰა, ეხა ეს კანონი ესეა ხო, მოდი მე ხა ეს ისე როგორ წავიკითხო, რომ რაღაცა ჩემ წინააღმდეგ, ანუ მთელი ენერგია ეხა მიდის იმაზე, ამ კანონს გვერდი როგორ უნდა აუარო, რომ არ დაზარალდე და არ დააზარალო პროცესი, ხო, ანუ რა დღეში ჩაგვყარეს, ხო? და ამას როცა ვერ არცნობიერებ და უბრალოდ ამის დანახვა არ გინდა ფაქტად, ხო? ის რაც დღეს ქვეყანაში ხება, ხო, ის ლიბერალიზაციის საკითხი, ეს ყველაფერი გვერდზე გადავდოთ, ხო? ადამიანებს აი არ ვიცი, პირველი რასაც მეუბნებოდნენ ხოლმე რაღაცა NGO-ში რომ მუშაობდი, რომ გაიგებდნენ, ქართველობას გვართვებთ, შედალოცულო ქართველობა წაგართვეს კი არა, ადამიანობა წაგართვეს და სახე წაგართვეს და რაზეა საუბარი, ხო? აი რა ღირებულება დარჩათ ამ ადამიანებს, აი რითი უნდა იცხოვრო, რა უნდა ასწავლო შვილს, აი
არ ვიცი, რაღაცა ხო უნდა მოუყვე, რაღაცა ხო უნდა უთხრა. აი, არ ვიცი, დარგეო როგორ ეტყვი ადამიანს, როცა შენ თვითონ ანადგურებ ყველაფერს. ადამიანს პატივი ეციო შვილს როგორ უნდა უთხრა, როცა ხედავს, რომ ქალებს, ბავშვებს თვებით ეკაჩები წიხს ურტყავ და მამა შენ იცი რა ადამიანს პატივი უნდა სცე. საიდან მოვიდეს ეგ ღირებულება? არც უშან მინდა საუბარი იმაზე, ნუ მთელი საქართველოს კორუფციას მიაქვს და რაღაც ეს ფაქტია, მაგრამ ზოგადად არის ხოლმე რომ აი საუბრობთ აი კორუფციას მიაქვს ეს ქვეყანაში, რაღაც უბრალოდ საუბარი გამოდის ხოლმე და ხშირად რაღაც კონკრეტული кейსები უფრო მნიშვნელოვანია რა, აი ზუგდიდთან დაკავშირებით მე მახსოვს სტადიონის ამბავი, რაც ესეთი ყველაზე მეტად გახმაურდა ხო, აი ძალიან ბევრი ფული ჩაიდო და რაღაც ეს ძროხების რაღაც საძოვრადაა მიშვებული. ხო ვერ გვეტყვი ამის შესახებ რამეს, რომელიმე მაგალითს კორუფციის შესახებ შეიძლება ბევრი ვისაუბრო. ჩვენ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აქტიურად ვიკვლევთ კორუფციის შემთხვევებს როგორც მუნიციპალურ ასევე ცენტრალურ დონეზე და ჩვენ რეგიონი ერთ-ერთი მოწინავე არის ამ კუთხით. გვაქვს ძალიან ბევრი შემთხვევა. ბოლო კვლევა რაც ჩვენ გამოვაქვეყნეთ სამეგრელო ზემოსვანეთზე თუ განვავრცოთ შეეხებოდა დავით ჩართოლანის კომპანიას, რომელიც არის მესტიის მესტიელი დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის ოჯახის ბიზნეს პარტნიორი, ვიქტორ ჯაფარიძის გავლენებზე ყველაფერი ვიცით, არის ერთ-ერთი ძალიან მძიმე პროპაგანდისტული პრორუსული მედია პოსტების თანამფლობელი და მისი საახლობლო წრე მესტიაში ადგილობრივი შესყიდვებიდან ძალიან კარგად ხეირობს. მაგალითად დავით ჩართოლანის კომპანიას ტენდერებიდან აქვს მიღებული 17 მილიონი ლარის ხელშეკრულებები და ყველა მესტიის მუნიციპალიტეტისგან. არის მან თქვათ საკრებულოს წევრი ნაკანი, რომელსაც მისი ყოფილი კომპანია ძმასაჩუკა ადგილობრივი შესყიდვებიდან ძალიან ბევრ ტენდერებს იგებს, ბაიაკვიციანის მის კომპანიაც აქტიურად არის ადგილობრივი შესყიდვებში ჩართული მესტიაში. იგივე ზუგდიდშიც გვაქვს არაერთი შემთხვევა, როდესაც მერის კლასელის კომპანიები იგებენ აქტიურად ტენდერებს. გვაქვს კომპანიები ადგილზე, რომლებიც ერთის მხრივ შესყიდვებში იღებენ მონაწილეობას, მეორეს მხრივ ქართულ ოცნებას სწირავენ თანხას. სენაკის მერის ვახტანგ ადელიას ბიზნეს კომპანია არქეოპოლისი, რომელშიც თვითონაც იყო სამეთვალყურე საბჭოს თავმჯდომარე წარსულში, აქტიურად იგებს შესყიდვებს და მილიონობით ლარის კონტრაქტი აქვს მიღებული მას მერე, რაც ვახტანგ ადელია გახდა სენაკის მერი. საინტერესოა ისიც, რომ არქეოპოლისის ყოფილი დირექტორი დღეს ვახტანგ ადელიას მოადგილეა. ესე აქვს ძალიან კარგად ეს სქემა აწყობილი. იგივე ზუგდიდის სტადიონს რაც შეეხება, ესეც არის კორუფციის თვალსაჩინო მაგალითი, როდესაც მილიონობით ლარი არის გადახდილი და ჯერჯერობით ჩვენ არ აგვაქვს ზუგდიდში UEFA-ს მესამე კატეგორიის სტადიონი და არავინ არ მიცემულა პასუხისგებაში იმის გამო, რომ ვერ დასრულდა მიუხედავად მილიონობით გაწეული ხარჯებისა ეს სტადიონი დღემდე არადა ზუსტად მახსოვს 2018 წელს უნდა დასრულებულიყო, დღეს არის 2025 წელი. აქვე არც თუ ისე შორს აქედან თითქმის 10 მილიონ ლარამდე დაიხარჯა ყინულის მოედნის რამდენჯერმე აშენებაში, დემონტაჟში, ისევ აშენებაში. ჩვენ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ვარჩენდით ჰოკეის კლუბსაც. ზუგდიდს ყავდა ჰოკეის კლუბი რაღაცა პერიოდი და კაცშვილი არ არის პასუხისგებაში დღემდე ამ საკითხზე მიცემული. რა ვიცი, ძალიან ბევრი შემთხვევა გვაქვს, ათეულობით შემთხვევა გვაქვს ჩვენს რეგიონში. ზოგადად ჩვენს მიერ შესწავლილი кейსები კორუფციის შესაძლო შემთხვევები ჩვენ გამოქვეყნებული გვაქვს ჩვენს ვებგვერდზე აბსოლუტურად ყველა. მათ შორის გვაქვს ძალიან დიდი განახლებადი კვლევა, სადაც შევყავს ყველა ახალი შემთხვევა, რასაც შევისწავლით ხოლმე და თითქმის 3 მილიარდი ლარის კონტრაქტები არის საეჭვო გზებით გაფორმებული სხვადასხვა კომპანიებთან. რა სქემები მუშაობს? პირველი სქემა არის ყველაზე აპრობირებული ერთ-ერთი, რომ თანამდებობის პირთან დაკავშირებული კომპანია იგებს ტენდერებს, ან მისი ყოფილი კომპანია, ან მოქმედი კომპანია, ან მისი ოჯახის წევრის. მეორე შემთხვევები არის, როდესაც ერთის მხრივ კონკრეტული კომპანია არის ან მისი მეპატრონეები შემწირველი მმართველი პარტიის და მეორე მხრივ ისინი აქტიურად არიან ჩართულები ადგილობრივ შესყიდვებში. აი ესეთი შემთხვევები გვაქვს ბევრი, იგივე ჩხოროწყუში გვაქვს ესეთი შემთხვევები. ჩხოროწყუს ყავს ესეთი პატარა მინი ოლიგარქი,
ჯუმბერიზორია, რომელთან დაკავშირებული კომპანიებიც აქტიურად ხებულობენ ადგილობრივ შესყიდვებში მონაწილეობას. მართალია იქ რაღაცა ათეულობით მილიონ დოლარზე არ არის საუბარი, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩხოროწყუ საკმაოდ ღარიბი მუნიციპალიტეტია, ის ამხები, რასაც ეს ადამიანი და მასთან დაკავშირებული კომპანიები იგებენ ადგილობრივ შესყიდვებიდან, ჩხოროწყუს რეალობაში საკმაოდ სოლიდურია. პრობლემა არის ის, რომ არავინ ამ საქმეებს არ იძიებს და არავინ დღემდე პასუხისმგებაში არ მიცემულა. ეს არის ჩვენი ფული, ჩვენს მიერ გადაცხადებით გადახდილი ფული. ეს არის თანხა, რომელიც უნდა მოხმარდეს ჩვენს კეთილდღეობას, მაგალითად თვითმმართველობის კოდექსი ამბობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ეს არის თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებული მოქალაქის უფლება და შესაძლებლობა, რომ მან მოაგვაროს მის გარშემო არსებული პრობლემებისა და ამ პრობლემების მოგვარებაში იხარჯება ჩვენი თანხა, მაგრამ ამ თანხებით სარგებლობენ ჩინოვნიკები, მათთან დაკავშირებული კომპანიები, სარგებლობს პარტია, რომელიც მართავს ამ ქვეყანას, იმიტომ რომ ესენი სწირავენ მე ამ თანხებს და რეალურად გვაღარიბებენ ჩვენ მოსახლეობას, როცა შეიძლება დავსვათ კითხვა, ვინ გვაღარიბებს? გვაღარიბებენ ზუსტად ეს კორუმპირებული თანამდებობის პირები და მათთან დაკავშირებული კომპანიები. ჩვენი იმისთვისაც, ჩვენი ბრძოლა ზუსტად იმისთვისაც არის, რომ ეს კორუფცია ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში დასრულდეს და თუ ვინმე თქვათ გადადგამს ნაბიჯს და რაღაცა კორუფციულ გარიგებაში ჩაერთვება, იგი უნდა მიეცეს პასუხისმგებაში. არ შეიძლება კორუმპირებული ადამიანი დაწინაურდეს, მუდმივად იყოს თანამდებობაზე და მუდმივად იღებდეს არალეგალურ სარგებელს ჩვენი გადაცხადებიდან. ხო, რამდენიმე ადამიანი იყო დასაქმებული, უბრალოდ არ მახსოვს რამდენი, გაიცემოდა მათზე ხელფასებიც. გუნდი ყავდათ? გუნდზე ვსაუბრობთ, ხო? დოკუმენტები, ხო? ისე არ არსებობდა. უბრალოდ ეგ არის, ანუ ეგ არის ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ნათელი ილუსტრაცია იმისა თუ რა ძიმე ფორმები შეიძლება კორუფციამ მიიღოს. ჩვენ თუ ავიღებთ სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონს, 9 მუნიციპალიტეტია. და თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში გვხდება ესე ძალიან ბევრი შემთხვევა. იგივე ვთქვათ, ქალაქ ფოთში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქია, მისი იმ თვალსაზრისით, რომ ეს არის საპორტო ქალაქი, იქაც რაღაცა ესეთი კლანური მმართველობა, მაგალითად, ფოთს ყავდა წინა პერიოდში მერი, რომელიც ყველა ხელისუფლების დროს თანხას სწირავდა მმართველ პარტიას და ამავე დროს ძალიან დიდ სარგებელს ღებულობდა სახელმწიფო რესურსებიდანაც. იგივე გრძელდება დღემდე, ხო? ანუ ადამიანების სახელი გვარები შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ სისტემური პრობლემა არ იცვლება და ეს ქვეყანა დღითი დღე ყოველდღიურად კიდევ უფრო ეფლობა კორუფციის ჭაობში. რაც ძალიან მძიმე ამბავია ჩვენთვის, დემოკრატიისთვის. როცა ვსაუბრობ ჩვენ დეცენტრალიზაციის დაბალ დონეზე, საუბარი ძალიან ხშირად მიდის იმაზე, რომ აი ადგილობრივი მოსახლეობა გარბის ან თბილისში ან უცხოეთში. ეს ყველაფერი განპირობებულია ზუსტად იმის, რომ ერთის არ გვაქვს დეცენტრალიზაცია საერთოდ, ცენტრალიზებული მართვის სისტემა გვაქვს ფაქტობრივად ქვეყანაში და მეორე გვაქვს კორუფციის ძალიან მაღალი დონე. თქვათ ვიღაცა ახალგაზრდა თუ დაამთავრებს უნივერსიტეტს, აქვს კომპეტენცია, კვალიფიკაცია გამოცდილი, თქვათ ცოდნა, რომ დასაქმდეს რაღაცა საქმე აკეთოს, მას უწევს თქვათ ძალიან ბევრ ბარიერთან გამკლავება და მთავარი პრობლემა არის კორუფცია, არის ნეპოტიზმი, კლანური მმართველობა ადგილობრივ დონეზე, არა მარტო სასამართლო სისტემაში გვაქვს ჩვენ კლანი, გვაქვს მუნიციპალურ დონეზე. ჩვენ თუ გადავხედავთ თქვათ კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში, ვინ იკავებენ თანამდებობას საჯარო მოხელის პოზიციას, აღმოაჩენთ რომ ყველა ერთმანეთის ახლობელი ნათესავია. ეგ არის ძალიან მძიმე პრობლემა და ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს საქართველოში და რეალურად უნდა გადავიდეთ მართვის ისეთ ფორმაზე, სადაც პრიორიტეტი იქნება მოქალაქე და მოქალაქეზე ორიენტირებული მმართველობა გვექნება. დავამატებ აი როდესაც საუბრობთ ხოლმე დასავლეთ დღევანდელ ჩვენ მდგომარეობაზე რა შეიძლება რუსეთი რა იარაღით არ იყოს შემოსული და დღეს რა პირობებში და ასე შემდეგ, მაგრამ ომის ერთ-ერთი სახეობა არის ზუსტად ის, რაც დღეს ხდება ერთი მხრივ რა, ანუ რა განსხვავებაა ჩვენსა და რუსეთს შორის, ხო? ჩვენს დასავლურ მოაზროვნე ადამიანებსა და რუსულ აზროვნებას შორის. ჩვენ ვართ ადამიანები, ვისთვისაც ამოსავალი არის ადამიანის ღირებულება, ხო? სურს ღია საზოგადოება, სურს რაღაც ემპათია იყოს, ასე შემდეგ. რუსეთს სურს რომ იყოს რაღაც ჩაკეტილი საზოგადოება, რაღაც კულტურა იყოს დახურული, რომ ახალი რაღაც არ შემოვიდეს და ასე შემდეგ. და ეს ბრძოლა მიდის რა, ეხლა დღესაც მუდმივად მიდის ბრძოლა. ეხლა მე რომ გავიხედავ გარეთ და დავინახავ ცოტა მოძველ ბიჭო ახალგაზრდებს, ხო?
უკვე ხედავ რომ მათზე ეს რუსული გავლენა მოქონდეს ხა ქურდული სამყარო სხვა რა არის რუსული იმის ერთ-ერთი იარაღი არის ხო და ხედავ როგორ მოქმედებს მათ აი ცნობიერებაზე და ასე შემდეგ და ისინი უკვე იწამლებიან ასაკშივე და უკვე მე მათი გონება ის მოეწყობა რომ რა ვიცი მთლიან ნეფლობი არ როგორც აი კორუფციაზე საუბრობდი რაც რო გაძრო ვეფლობით ეგეთი ჭაობია ეგეც რა აზროვნებით იმ ნეფლობი და მისი ნაწილი ხდებია და უკვე რუსული ისა გაქვს გამჯდარი რა აზროვნება ცნობიერებაში და ჩვენ აი მეორე მხარეს ვცდილობთ რომ უფრო მეტი კომუნიკაცია გქონდეს ახალგაზრდებთან და ისინი უფრო მეორე მხარეს შემოატრიალოთ დავანახოთ რა ვიცი ნათელი მხარე რა დავანახოთ ის რომ რავი ქრისტიანული ღირებულებები სხვა რა არის ხო სიყვარული ემპათია თანაგრძნობა აი ამასაც რო სახელი დაუკარგეს ამას ლაპარაკო ხო ის ლიბერალური ღირებულებები რაც არის და ამის ერთ-ერთი კერა ჩემი აზრით არის ის სადაც ახლა ვიმყოფებით მეგობარი სოციალური საწარმო ასევე ჟამინორი შეიქმნა საკლუბო სივრცე შეიქმნა და არავი არაჩვეულებრივი ადგილი მე საქართველოში შვიათად კერა და შეიძლება რეგიონების მასშტაბით ესეთი სივრცე არ მქონდეს ნანახი იმიტომ რომ აქ შესაძლებელია რომ ახალგაზრდა მოვიდეს და ის უკვე იმ ბნელეთის ნაწილი ვეღარ იქნება იმიტომ რომ აქ დაინახავს ადამიანებს რომლებიც ანახებენ აი დასავლური ღირებულების კაფეო გამოხატულება ხდება აქ ხო აი და აი ეს სივრცე არის ის სადაც შენ შეგიძლია რაღაცა თავისუფლება იპოვო ასე ვთქვათ ხო აი ესეთი კერები ბევრგან არ არის საქართველოში და ვისურვებდი ძალიან ბევრგან იყოს მით უმეტეს სხვა ქალაქებში რეგიონების მასშტაბით იმიტომ რომ უნდა გქონდეს რაც მოზარდს უნდა კონდეს იმის შესაძლებლობა რომ მეორე მხარეს დაინახოს ეს ქართული ოცნება ვცდილობს რომ ეს რუსული წაახალისოს და ხედავთ თქვენც ახლა ქურდული სამყაროს წევრები და კიდე სხვა დანარჩენი რამდენად არიან და წახალისებულები ყველაფრის უფლება აქვთ რა და ახლა ამ ბავშვებსაც გონიათ რომ აი ეს ძალიან მაგარი არის რა აი თუ რაღაც ვიღაც საქმეს გაურჩევენ წინ წამოიწევიან და იმიტომ რომ ხედავენ რომ მათ ეს პოტენციალი აქვს აფასებენ რა იმ საზოგადოებაში და მეორე მხარეს არის ეს რეალობა სადაც ახლა ვიმყოფებით და ჩემი აზრით ჩვენ მხარეს ვინც არიან ის ადამიანები იდეურად ვინც დასავლურ აზროვნებას დასავლურ ღირებულებებს პატივსცემს ძალიან დიდ რესურსს უნდა დებდეს იმაში რომ სხვა ქალაქებში ესეთი კერები არსებობდეს სადაც არჩევანის შესაძლებლობა მიეცემა მოზარდს ხო პირობითად ხო ედო შეგიძლია უფრო აგვიქს ნახავრი სივრცის შესახებ ანუ რას აკეთებთ რას ემსახურება და ასევე ჩამინოლზე თეორიის სიამოვნებით მოკლედ ხო მეგობარზე რაც დავიწყეთ საუბარი იყო 2017 წლიდან დავიწყეთ და პრინციპში მიზანი რატომაც ეს ყველაფერი შეიქმნა პირველ რიგში იყო რეგიონის ახალგაზრდებისთვის რაღაც ისეთი სივრცის, ისეთი გარემოს პლატფორმის შექმნა, რომელიც მათ განვითარებაში დაეხმარებოდა. პლუს ეს ადამიანები არიან ის ადამიანები, რომლებიც თვითონ მუშაობენ და ზრუნავენ რეგიონის განვითარებაზე და თანატოლების განვითარებაზე. სამწუხაროდ ეს ბოლო თვეების განმავლობაში, ნაცვლად იმისა, რომ რაღაც ვფიქრობდეთ ახალ მიმართულებებზე, ახალ იდეებზე, როგორ რა გზებით და რა ასე ვთქვათ, რა შესაძლებლობები მოვიძიოთ ისევ ახალი ჩვენი დანაქალაქელებისთვის თუ რეგიონის ახალგაზრდებისთვის, სამწუხაროდ გვიწევს იმაზე ფიქრი, რომ იმ რაღაც დიდი ტირანიის წინააღმდეგ რაღაც ერთად ესე გაერთიანებული ძალებით როგორ მიმართოთ ეს ჩვენი რესურსები რა. სანამ ეს სივრცე დავაფუძნეთ და პრინციპში მთელი მისი განვითარების ეტაპები ალბათ არ იქნებოდა წარმატებული, რომ არა ის საერთაშორისო წარმატებული ქვეყნების, განვითარებული ქვეყნების რაღაც ევროკავშირის, რა ვიცი, ძალიან ბევრი სხვადასხვა ქვეყნის მაგალითი, როგორ მუშაობს ზოგადად ახალგაზრდული ცენტრის კულტურა როგორია, ხო? პრინციპი როგორია, ну, ძირითადად მაინც არის მუნიციპალურ ბაზაზე, ცენტრი, სადაც ნებისმიერ ახალგაზრდა შეუძლია არაფორმალურ გარემოში მიიღოს ის შესაძლებლობები, რომელიც ისევ მის განვითარებას ეხმარება. ის შეიძლება იყოს რაღაც, არ ვიცი, რაღაც სამკითხველო კუთხე, არის რაღაც სპორტული აქტივობები, მუსიკალური მიმართულებები თუ სხვა დანარჩენი რა.
რომელიც მორგებულია რეგიონის ზოგადად იმ რეგიონების რაღაც იმ ტრადიციულ ელემენტებზე, რომელიც მიმზიდველია ადგილობრივებისთვის, ხო? ჩვენც რაღაც ვცდილობთ ხოლმე რომ რაღაცნაირად ეს ადაპტირებული იყოს ადგილობრივ საჭიროებებზე და მორგებული იყოს ამ მიმართულებებზე. რაც შეეხება ფშამინოლის ნაწილს, ფშამინოლიც იყო ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, გამოხმაურება იმ საჭიროებებისა, რომელიც რეგიონის ახალგაზრდებში დავინახეთ, ხო, თავის დროზე. სამეგრელო ხო ყველაზე ახლო მდებარეა იმ კონფლიქტურ რაღაც ხაზთან, ხო ზონასთან, ოკუპირებულ ნაწილთან და ძალიან ბევრი სტუდენტი აფხაზეთიდან გადმოდის ზუგდიდში, აბარებენ უნივერსიტეტში და ცხოვრობენ საუნივერსიტეტო პერიოდში სწორედ ზუგდიდში და საკმაოდ მცირე შესაძლებლობებია განსხვავებით ცენტრისა. დეცენტრალიზაციის ნაწილზე როცა ვსაუბრობთ, ხო მუდმივად ამას ვიმეორებთ, რომ რაღაც მაინც ეს სახელმწიფო სტრუქტურებზე არის აქცენტი და როცა შეხება გვაქვს ახალგაზრდებს, ამაში ხვდებით, რომ დეცენტრალიზაცია უნდა მოხდეს სწორედ სხვადასხვა მიმართულებებით, სხვადასხვა სფეროებით, იქნება ეს, რა ვიცი, ახალგაზრდული გართობის თუ განვითარების ნაწილები, იგივე სამუშაო შესაძლებლობები, ხო? და ძირითადი მიზეზი მაინც ატომაც იცლება რეგიონი დღითი დღე, ხო, ჩვენ გვაქვს ესე გულის ტკივილით ვიხსენებთ ხოლმე ყოველ წელს აი სკოლის დაუმთავრებელი კლასის მოსწავლეები რომ მოდიან საკმაოდ აქტიურად წელიწადიან რაღაც აქტივობებში ერთვებიან საღამოობით მოდიან რა ვიცი თვითონაც გეგმავენ ამ რაღაც საინტერესო ინიციატივებს როგორც კი სექტემბერი გვიახლოვდება თუ ოქტომბერი სწავლა იწყება უნივერსიტეტში აბარებენ მიდიან ეს ბავშვები რომელიც დაკარგული რესურსია ფაქტიურად რეგიონისთვის სამწუხაროდ მაგრამ ვერ თავაზობს ვერანაირად ეს მცირე ზომის ქალაქები თუ რეგიონები დღევანდელი სახელმწიფო წყობის პირობებში სამწუხაროდ მათ სხვა განვითარების შესაძლებლობებს რატომაც სწორედ ამიტომაც ირჩევენ დედაქალაქში დარჩენას. ფშამინოლზე რო გავაგრძელო სწორედ ამ სტუდენტების მხარდასაჭერად გაკეთდა ეს პროექტი რა ნაწილშიც მათთვის ფაქტიურად შეიქმნა ის გართობის სივრცე და კუთხე აქ ზუგდიდში, რომელიც აქამდე მათთვის ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ თბილისში და რაღაც ყოველ ჯერზე თბილისში წასვლა-წამოსვლა ცოტა არ იყოს რთულია, როგორც დროის რესურსით, ფინანსური რესურსით და სხვა ელემენტარული იმიზეზების გამო, რომ თუნდაც ის ნაცნობ მეგობრები ასე აქტიურად არ ყავთ იქეთ, რომ ყოველ ჯერზე იარო. სწავლების შესაძლებლობაც აქვს, ხო, დიჯეიმის. კი, სწავლების შესაძლებლობის ნაწილში მე და ჩვენი მეგობრები, რომლებიც წარმოადგენლები არიან აქ, რო დავიწყოთ ეს მიმართულება, მაგრამ შესავალსაც გავუკეთებ პატარას, დაახლოებით 2-3 წლის წინ უკრაინული ქალაქი არის პოკროვსკი, რომელიც ზუგდიდთან დამეგობრებული ქალაქია. და ამ ქალაქის მხარდასაჭერად, ან მეგობარი ქალაქის მხარდასაჭერად გაკეთდა ისეთი ასე ვთქვათ მეგობრების ჯგუფი შეიკრა, რაღაცა ინიციატივა ჯგუფი გაკეთდა, რომელმაც ამ ქალაქისთვის შევაგროვეთ გენერატორების საყიდი თანხა. ნუ ქალაქი დაბომბვის შედეგად ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. დაახლოებით თვენახევრიანი ესეთი კამპანია ჰქონდა, რა დროსაც სტუდენტები საკმაოდ აქტიურად ჩაერთნენ ამ პროცესში. ამ კამპანიის ასე ვთქვათ წარმატებით დასრულების და მიღწეული მისიის შემდეგ ეცადეთ გამოგვეხატა ეს მაძლიერება ამ სტუდენტებისთვისაც რაღაც მხარდაჭერა გვეჩვენებინა. და მათთან ესეთი უშუალოდ არაფორმალური გამოკითხვის შედეგად მივედით იქამდე, რომ ყველაზე მეტად რა გაუხარდებათ, სადმე ისეთ ახალგაზრდულ სივრცეში გასართობად ხორცავით. და დაახლოებით 2 თვის განმავლობაში ყოველ პარასკევს ან შაბათ-დღეს მივდიოდით ზუგდიდიდან, ჩავდიოდით თბილისში, რაღაც ახალგაზრდულ სივრცეებს ვსტუმრობდით, შემდეგ უკვე ბრუნდებოდით აქეთ და ასე გააგრძელდა დაახლოებით 2 თვე ალბათ. და აღონ სხვადასხვა ბავშვებთან, სხვადასხვა სტუდენტებთან და ერთ-ერთი უკანა გზის დიალოგის დროს წამოიჭა ასეთ საუბარი, რომ რატო არ შეიძლება ჩვენთანაც გავაკეთოთ ესეთი რაღაც. მე ჩვენს დავფიქრდით, რომ
ნუ რატომაც არა რაღაც სივრცე გვაქვს და სურვილი რაც დავარია ხო რაღაც საჭიროება ამის ნახეთ და მე უკვე სხვა რესურსების მოძიებაზეც გადავედით ძალიან ბევრი ადამიანი ხარში დაუდგა ჩვენ პროექტს თუ ამ ინიციატივას და დავიწყეთ ესეთი პატარა ივენთების სერია, რა დროსაც ეს ახალგაზრდები აქტიურად მოდიოდნენ, ესწრებოდნენ ამ ყველაფერს და გარდა თავიანთი სტუდენტური ცხოვრებისა, გარდა იმ რაღაც შავ-თეთრი ფერებისა, მათ ჰქონდათ დამატებით რაღაც გართობის შესაძლებლობა, თავენ თანატოლებთან კომუნიკაციის და ურთიერთობის შესაძლებლობა, რამაც დამატებით ბიძგი მოგწა ყველაფრისთვის რა. და ბოლოს უკვე დავამატეთ ხო დიჯეინგის კურსები, რა ნაწილშიც ვიფიქრეთ, აი, ნუ კარგია ჩვენ ზოგადად სტუმარ მოყვარე რეგიონი ვართ, მაგრამ და კარგია, როცა ასე ვთქვათ, მასპინძლობთ არტისტებს, მაგრამ რატომაც არა გვაქვს ამის პოტენციალი, რომ ადგილზეც ყავდეს არტისტები, თუ მათ მივცემთ შესაბამის რაღაც თეორიულ წოდნას. და დავიწყოთ ფიქრი სწორედ ამ მიმართულებით, გავაკეთეთ კურსები, დიჯეინგის კურსები, სადაც დაახლოებით 17-მდე ადამიანმა გაიარა ეს კურსი და დღეს 8 მათგანი არის უკვე პროფესიონალურ დონეზე ამ სფეროში, რომელიც ასე გვანებივრებენ ჩვენს და დარწმუნებული ვარ, როცა ჩვენ ეს უფროსი თაობა როცა ჩამოვშორდებით უკვე ამ ნაწილზე სხვა საზრუნავზე გადავალთ, ეს ახალგაზრდები გააგრძელებენ ამ მიმართულებით რეგიონის განვითარებას. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ განვითარება ჩვენს ვფიქრობთ რომ ალბათ ყველა სფეროში უნდა ვიყოთ რაღაც თანაბრად აქტიურები და რეგიონის ჭრილშიც რაღაც ის ყველა ის შესაძლებლობა უნდა გაჩნდეს რეგიონში ადგილზე, რომელიც უფრო მეტ ადამიანს, უფრო მეტ ახალგაზრდას მისცემს აქეთ ისევ თავის რეგიონში დაბრუნების мотивациას. ხო, ამ ნაწილზე მინდა და რაღაც ის თქმა, რომ აი მაგალითად ჩვენ თელავში რო ვიყავით ექსკურსიით თელავ ჩასული, მსგავსი სივრცეების პრობლემა იყო, რომ იქ არ არსებობს უკვე სამწუხაროდ იმის საშუალება, რომ სტუდენტები იყო და აღარ არსებობს, რადგან აი ამ უამრავი რაცა დრაკონული კანონების გამო აღარ არსებობს საშუალება იმისა, რომ სოციალიზაცია მოხდეს ელემენტარული ბავშვების, რაც არის პირდაპირ წყარო განვითარებისა და რაც სიტყვაზე რაც როცა ადამიანი ვერ ვითარდები, შეუძლებელია რაღაც ახალი შესაბამისად, ახალი დაიბადოს შესაბამისად, რაც შაკეტილი წრის ნაწილი ხდები. და ნუ ოზურგეთში და ქუთაისში შედარებით კიდევ ნორმალურად იყო ეს ამბები, თუმცა მათი მომავალიც რაც მათ თავად ბუნდოვნად ესახებოდათ, მე აღფრთოვანებული ვარ ამ სივრცით, მე სიამოვნებით მექნებოდა მაგალითად წალენჯი ხაში, წალენჯი ხიდავარ და სიამოვნებით მექნებოდა მსგავს სივრცე. დააკვირდის და ხო, ახლა მაგის თქმა მინდოდა ზუსტად რომ საფხულში აქ ვიყავით და პირველი რეაქცია ლაშა მიიცის რომ მეთქი ანუ ესეთი სივრცე რომ ჩემს ქალაქში ყოფილიყო, ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა ჩემი სკოლის პერიოდი და აბიტურიენტობის პერიოდი ვიდრე იყო. ამიტომ მადლობა თქვენ და მადლობა ზოგადად აქ მოსულ სტუმრებს, იმიტომ რომ დგახართ იქ, სადაც გჯერათ რომ უნდა იყოთ, ეს არის ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი. გუშინაც აღვნიშნე და დღესაც ვიტყვი რომ არ არსებობს აქ რაღაცა ძალისმიერი მხარე, აქ არსებობს ძალისმიერი და სწორი მხარე და ჩვენ ამ შემთხვევაში ვდგავართ სწორ მხარეს, ყოველ შემთხვევაში ამის გვჯერა და ეს არის ჩემი აზრით, ზოგადად ადამიანის არსის და ადამიანის მთავარი უნარი და მთავარი ღირებულება, რომ რასაც ჯერა ის აკეთოს. ამიტომ მადლობა თქვენ, მე მგონია რომ ძალიან საინტერესო საუბარი შედგა. ამ ყველაფერს თქვენ ექსკურსიის YouTube არხზე იხილავთ. გამოიწერეთ ჩვენი არხი და ლაიქეთ ვიდეო, მოუყევით მეგობრებს ჩვენზე. მგონია რომ საინტერესო პროექტია და დაგველოდეთ ექსკურსიე შემდეგი ვიდეოთი. დროებით. არის.